მზიანი განწყობით მოგესალმებით. დღეს მინდა მოვამზადო ბაგეტი ზეთის ხილით. ამისათვის დაგჭირდება ზეითუნის ზეთი, ფქვილი უმაღლესი ხარისხის, ზეთის ხილი, შავი და მწვანე და საფუარი. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა შევიძინე ლიბრეში. ხო და ახლა დავიწყოთ მომზადება. ვწონი 500 გრამ ფქვილს, გადავიტან ჯამში. და ცალკე მოვამზადებ 300 მლ თბილ წყალს, დავუმატებ 1 სუფრისკოს საფუარს, 1 ჩაისკოს შაქარს. გავუკეთოთ ღრმული ფქვილს და გადავიტანოთ საფუვრიანი მასა. კარგად მივურიოთ და მოვურიოთ. ახლა დავუმატებ ზეითუნის ზეთს 60 მლ და კარგად მივზილავ და მოვზილავ. აი ესეთი ცომი გამოგვივა. ცომს ვასვენებ ახლა 30 წუთით. და მანამდე შეგვიძლია დავჭრათ ზეთის ხილი. ესე რგოლებად დავჭრათ. ჩვენი ცომი ნახეთ რა დღეშია. ახლა დავუმატებ 1 ჩაისკოს მარილს და ისევ ჩავზილავ კარგად. დავუმატებ ასევე დაჭრილ ზეთის ხილს და მე მქონდა აი ესე მოგზაურობიდან ჩამოტანილი როზმარინი. სურვილისამებრ შეგიძლიათ დავუმატოთ. ამას კარგად ახლა გავაერთიანებ მასას და ცომს ვასვენებ 1 საათით. დროის გასვლის შემდეგ სამუშაო მაგიდაზე მოვაყარე ფქვილი და გადმომოქვს ჩვენი დასვენებული ცომი. ესე ხელით გავაბრტყელებ და გავყოფ რამოდენიმე ნაწილად. აი ასე სათითაოდ ახლა მივცემ ფორმას, აი უბრალოდ ესე გადავახვევ. აი έτσι. გამოსაცხო ფორმას დავზეთავ. და გადავიტან ჩვენს გამოსაცხობ პურებს. ამ ფორმაზე 4 ცალი ეტევა, დანარჩენს დავყოფ და ესეთ პატარა ფორმებსაც მოვამზადებ. გამოსაცხობ ღუმელში ახლა მოვადავს 1 ჯამი წყალი 200 გრადუსზე ზედაქვედა წვით, მოვამზადე ზუსტად 20 წუთით. თუ უფრო ხრაშუნა და ისეთი ბრაწულები გინდათ, შეგიძლიათ 1-10 წუთით კიდევ მოვამზადოთ. ჩვენთვის ესეთი იყო მისაღები. რა თქმა უნდა, ამ გემრიელ პურებთან ახლა ჩემი მწვანე ჩაი და გემშვიდობებით მზიანი განწყობით დროებით.